დავბრუნდით ეთერში თქვენ უსმენთ რადიო იმედს და დაპირებული თემა, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან ისეთი მასშტაბურია უკვე საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ტყუილში აღმოჩნდით ერთიანად ყველა, როდესაც ვნახეთ რომ თითქოს ბრალებში კანიე ვესტმა საკუთარ საოცარ შოუ პროგრამაზე შეასრულა ორი სიმღერა. ერთი სიმღერა საბჭოთა კავშირის პერიოდის და შემდეგ უკვე თანამედროვეობის 90-იანი წლების ცნობილი რუსი მომღერლის იური შატუნოვის სიმღერა სახელწოდებით ვერცხლის ღამე და მეორე ქართველებისთვის ძალიან ცნობილი და პოპულარული წაღვერი და თბილისი. ეს ორი შესრულება იპყრობს სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით TikTok-სა და Facebook-ს, ასევე ატვირთული გახლავთ YouTube-ზეც და YouTube-ზე განსაკუთრებით, როდესაც შატუნოვის ვერსიას ჩართავს ადამიანი, იმდენად ოფიციალურად ეწერება, რომ იური შატუნოვი და კანიე ვესტი წარმოგიდგენთ სიმღერას ვერცხლის ღამე, შემდეგ იქ რა თქმა უნდა ორიგინალში თარგმნილი არის რუსულიდან ინგლისურად და Silver Night ეწერება და სუბტიტრებით გაკეთებული, მოგეთ ადამიანს მე მგონი ეჭვიც არ გაუჩნდება თუ რაშია საქმე. და საქმე არის იმაში, რომ ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი და არანაირი კანიე ვესტი და არანაირი ცოცხალი შესრულება. ამ თემაზე და ამ რეალობაზე, რაშიც დღეს ვიმყოფებით, ჩვენი ჟურნალისტი და კოლეგა და მეგობარი უჩა პირმისაშვილი ისაუბრებს. გამარჯობა უჩა. იმიტომ რომ უჩა ბოლო პერიოდია იცის ალბათ ყველა მსმენელმაც და მაყურებელმაც, რომ სწორედ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული გამოწვევების ეპოქას აკვირდება და გვიყვება სიახლეებს და ეს თემა განვიხილოთ, ხო? უჩა რა ხდება ჩვენს ირგვლივ. დილამშვიდობის პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, ყველას ერთად, სადაც გვისმენენ, სადაც გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში დარწმუნებული ვარ, ბევრი გვისმენს და ბევრს ესმის ახლა ჩვენი ხმა. ხო, 82 მილიონი შევამოწმე, ნახვა აქვს TikTok-ზე შატუნოვის და კანიე ვესტის დუეტს. ბრალებში ვთქვათ, ხო, ეს რა თქმა უნდა სიყალბეა. 82 მილიონი და მილიონობით ნახვა აქვს YouTube-ზე და რომელიც გრძელდება და თან ეს ყველაფერი უმოკლეს დროში. ამასაც ახლა შევამოწმებთ და დაგაწევთ ინფორმაციას. დაახლოებით 2 მილიონამდე იქნება თუ არ ვცდები, რაც ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, მასშტაბია YouTube-ისთვის ესეთ მოკლე დროში, რომ ამდენი გამოხმაურება და ნახვა აქვს. თუმცა, ნუ ეს ყველაფერი, რაც მთავარია, საბოლოო ჯამში გაიგეს ადამიანებმა, რომ იყო ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ თავიდან ესეც არ იყო რა, ანუ თავიდან რომ ეს სიმღერა გამოჩნდა, ძალიან ბევრი ადამიანს უბრალოდ მოეწონა ეს სიმღერა, თავის თორებზე დადო, TikTok-ზე აზიარა, იქით Instagram-ზე. მაგრამ ეჭვი არ გაუჩნდა, რომ ეს არის საინტერესო, მაგრამ ყველამ დაიჯერა, რომ ეს არის კანიე ვესტის შოუ პროგრამის ნაწილი. და კანიე ვესტმა იმღერა შატუნოვი. და მოდი, ახლა მე ამ სიმღერას გამოვიყენებ და ჩემს ვიდეოს ძალიან მოუხდება, რაღაც მსგავსი და შესაბამისად გამოიყენეს ეს სიმღერა. მე უკვე ვიღაცებმა თქვეს, რომ ეს არის იური შატუნოვის და რაშუაშია კენიე ვესტი მასთან და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე იყო საბოლოო ვერსია, როდესაც გაირკვა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტი. მანამდე კიდე ერთი მომენტი იყო და გარდამავალი ხიდი იყო ბულინგი იმის შესახებ, რომ როგორ მღერის რუსულ სიმღერას კანიე ვესტი რა რუსია და ამაზეც იყო საუბარი. ესეც არ გამოეპარა აუდიტორიას. ვიღაცებმა თავიდანვე გაიგეს, რომ ეს იყო AI და ამაზე უბრალოდ იხუმრეს და შესაბამისად არანაირი რეაქცია არ ქონიათ, ბევრმა ვერ გაიგო. სამწუხაროდ ვართ იმ ეპოქაში, როცა რაღაცებს გავიგებთ, რაღაცებს ვერ გავიგებთ, რაღაცების მოძებნაც დაგვეზარება. სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ამ ამბავმა ჩაიარა, გავიგეთ გვიან ხელოვნური ინტელექტი იყო, მერე რა, ანუ უკვე გადავლილია. რაღაცეები ესე ბრმად სამწუხაროდ დაილექება ჩვენს გონებაში, რაც ნამდვილი გვეგონება, მაგრამ ალბათ შეიძლება წლების, შეიძლება თვეების, ანუ ვინ როგორ მოინდომებს იმის მიხედვით გაირკვა, რომ ეს იყო ხელოვნური ინტელექტი და ნელ-ნელა სამწუხაროდ ამ რეალობას შევეჩვევით, იმიტომ რომ ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება ყველაფერი. იცი რა მაინტერესებს? აი ამ კონკრეტული ერთი მომენტით, თუნდაც ამ 82 მილიონი ნახოთ, ვინ იხეირა საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში იხეირა იმ ადამიანმა, ვინც ეს შექმნა. და ეს ადამიანი მონეტიზაცია ჩართო და თქვათ ამაში შემოსავალი მიიღო ამდენი ნახვით თუ რან როგორ მუშაობს მექანიზმი ზოგადად ესე ყველას რო წარმოუდგენია რომ ბევრი ნახვა გაქვს და ავტომატურად შემოსავალს იღებ ესე არ ნიშნავს იმიტომ რომ ოფიციალურად საჭირო არის YouTube-თან შესაბამისი ხელშეკრულების დადება და მონეტიზაციის წესების თანხმობა და იმ ნორმების დაცვა რაცაც უნდა აკმაყოფილებდეს შენი გვერდი ანუ ის რომ მე რაღაც სიმღერა ავტვირთე და 15 მილიონი ნახვა აქვს მე ბევრი ფული ვიშოვე არ ნიშნავს თან მეორე აქ ის უნდა გავითვალისწინოთ რომ ამას ოფიციალურად ვერ დაარეგისტრირებს Kanye West-ის სახელით მით უმეტეს ეს კონკრეტული X ადამიანი რომელმაც უბრალოდ დაждდა და ხელოვნური ინტელექტით ეს შექმნა
აქედან გამომდინარე ერთადერთი მისი მიზანი ამ ეტაპზე მე რაც მგონია არის ის რომ უბრალოდ დააგროვოს ბევრი გამომწერი და მსგავსი დუეტებით ერთგვარი მონეტიზაცია მოიპოვოს. ოღონდ ამ ყველაფერს იტყვის რომ ეს AI-ია. იმიტომ რომ თუ აქამდე მალავს მე არ ვიცი ოფიციალური მისი გვერდი რას გვეუბნება. თუმცა იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს დადებული და ვერ გავიგე ნამდვილი რომელი არის, ანუ პირველ წყარო რომელი არის. პირველ წყაროს მეც ვეძებდი და ჯერჯერობით ვერ და მივაგენი ეს AI რადგან არ არის ესე ვთქვათ ბლოკს დაქვემდებარებული და ბევრი ადამიანი ტვირთავს შესაბამისად გამოდის რომ მას ავტორობლებები ამაზე არ აქვს დაცული და ვერც დაიცავს შესაბამისად. მე უკვე ვიდეოებიც გაყალბდა, ანუ თავიდან ეს აუდიო ედო უბრალოდ Kanye West-ის შოუ პროგრამას და ისე ჩანდა რომ თითქოს ის ასრულებს, მე ვიდეოებიც გაყალბდა თითქოს ეკრანზე ფონზე გადმოდიოდა მართლა შატუნოვის ფოტოები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა 48 წლის გარდაიცვალა და თითქოს პატივი მიაგო Kanye West, ანუ სრულ სიყალბეში და ტყუილში გადავარდა აუდიტორია. ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რისი გააზრებაც ძალიან ბევრ ადამიანს გვიჭირს. ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი მოულოდნელობებით და დაუჯერებელი ამბებით წყალებში სავსეა, უნდა ვისწავლოთ გარჩევა ხელოვნური ინტელექტის ნამდვილისგან და ის რომ რაღაცა ინტერნეტში ვნახე და ესე ყოფილა აგერ TikTok-ზე ავსკროლე და ვნახე და რაღაც ამბავი, ესე არ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს და ყოველთვის მაინც ნებისმიერ შემთხვევაში რაც მოგწონს, რის ინტერესიც გააქვს, რაც გაინტერესებს, უნდა გადაამოწმო აუცილებლად. არსებობს უკვე ხელსაწყოები, სადაც პირობითად გადავამოწმებთ, ჩავსვათ ბმულს და გვეტყვის არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ძალიან რთულია გარჩევა და პროცენტულად ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი შეძლებს ამას, მით უფრო რომ შესრულება არის ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ ახლა რაღაც ფრაგმენტს მოვისმენთ ეთერში, ერთ-ერთ ფრაგმენტს დასაწყის ამ სიმღერის და მივხვდებით რომ იმდენად ნამდვილს გავს და ხმა იქნება ეს თუ მისი არანჟირება, მართლა ძალიან რთულია დაიჯერო რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტი. გთხოვთ მოვისმინოთ. Understand everything. You see it plainly, but you turn away the sparkle in your eyes. And I try so vainly, and I try so vainly. I attempt to tell you everything, no lie. Attempt to tell it all. Yeah, and once again, silver night. You are the only one who rescues me. You know it's silver night. You keep all my secrets. But even you bring no light. არის ზუსტად ის მიმართულება, ხალხის ხმაც ისმის და ეს არის ზუსტად ის ახალი ფუნქცია, რომელიც ამ პროგრამამ დაამატა, რომ უკვე შესაძლებელია, რომ სიმღერაშიც შემოვიდეს live ეფექტი, რაც აქამდე უფრო გამარტივებული იყო ამოცნობა მსგავსი კონტენტის. მაგრამ იმდენად ცოცხალია, რასაც უსმენ, უკვე აღარ გეპარება ეჭვი. ადამიანები ამბობდნენ, რომ აი live-ში როგორ იმღერებს თუ რაღაც გადასწევენ, თქვათ აუდიტორიისკენ და იქიდან ხალხის ხმა შემოდის. აი ეს იდენტურია იმ სიმღერის რაც არის შექმნილი, წარმოიდგინე. ხო და აი ეს არის ზუსტად რომ ანუ ადამიანები თუ ამბობდნენ რომ აი ხელოვნური ინტელექტი ლაივში ხო არ იქნება და რაღაც აი ამბები, უბრალოდ ეს ვირტუალურად მაინც შეიქმნა ესეთი მიმართულება, სადაც უკვე დაგაჯერებს რომ ლაივში მღერის ვიღაც და ვიღაც არა. შეგიძლია ნებისმიერი მომღერალი ამღერო, შენ რომელიღაცა ქვეყანაში, რომელიღაცა აი ძალიან პატარა ეს თქო ადგილას მცხოვრებმა ადამიანმა ოთახიდან შეიძლება არ გამოხვიდე ისე ამღერო. ამაშია საქმე. თელესოფლიოს რომ სოფლიო ტრენდი საქართველოს რა თქმა უნდა არ ჩამორჩებოდა და ასევე ქართულმა აუდიტორიამ განსაკუთრებით ნახა უკვე ნინო ჩხეიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მეორე ვერსია, ვიზუალი იგივე, ისევ Kanye West-ის ეს ცნობილი შოუ პროგრამა, სადაც ესე პლანეტა დედამიწა ამოდის, ესე ირგვლივ ორთქლი ტრიალებს და Kanye West-ის დედამიწაზე ზემოდან დადის, ასე ვთქვათ და აქ უკვე უფრო მეტად დახვეწილია ის, რომ გუნდი შემოდის
აპელის ხმა ისმის ძალიან ცნობილი შესავალი და ადგილი აქვს იმას, რომ კანიე ვესტი თითქოს მღერის წაღვერი და თბილის, არც მეტი, არც ნაკლები და ნინო მიხუმრა და თავის გვერდზე დაწერა, რომ აბა შევადაროთ ახლა ჩემნაირად ასრულებს თუ არაო. ანუ საქართველოს ტრენდშია მიმართულებით. ხეიძემდე იყო ქართული ესე თქვათ ვერსიებიც ბევრი უკვე ითარგმნა, რომ ეს რაღაც ვინც იცოდა ამ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს გამოყენება და ნინო ხეიძეც ჩაერთო ამ ტრენდში და სხვათა შორის უკვე პირველი ვერსია იყო, როდესაც ესე თქვათ ინგლისური ვერსია მოვისმენთ თლიანი, მაგრამ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ნინო ხეიძემ უკვე დუეტი გააკეთა ხელოვნური ინტელექტთან, ეს ვერსიაც არსებობს. ნინო და ხელოვნური ინტელექტი თუ ნინო და კანიე? ნინო და ვითომ კანიე, ვითომ კანიე კი ხელოვნური ინტელექტი, ანუ ქართულ ნაწილს ბუნებრივია ნინო მღერის და შემდეგ უკვე ინგლისურ ნაწილს ესე თქვათ ხელოვნური ინტელექტი და საბოლოო ჯამში ეს დუეტი შედგა. მე ვფიქრობ აი ამ ფორმით ამ ტრენდში ჩართვა და აი ასეთი ესე თქვათ ცნობიერების ამაღლება ნაწილობრივ და ნაწილობრივ საინტერესო კოლაბორაცია ვფიქრობ კარგი იქნება საზოგადოებისთვის, მათ ვინც საერთოდ არ იცის რომ ეს უკვე შესაძლებელია და რომ ყველაფერი ეს რასაც მოვისმენთ ან ვუყურებთ უნდა დავიჯეროთ და რაღაც გარჩევისთვის მე ვფიქრობ კარგია და მე ვფიქრობ წარმატებულიც აღმოჩნდება ნინო ხეიძის ეს წარმატებული იყო და მართლა ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია, რომ თავიდან რომ შევხედე მეც მეთქი ვაიმე რა ხდება მართალია თუ არა. მოდი ეს ფრაგმენტიც მოვისმინოთ, როგორ ჟღერს წაღვერი და თბილისი ხელოვნური ინტელექტის არანჟირებით და შემდეგ უკვე ხელოვნური ხმით ვითომ კანიე ვესტი ინგლისურ ენაზე ასრულებს ამ ჩვენთვის ძალიან საყვარელ სიმღერას. მოვისმინოთ. How I calm this heavy feeling, what new verse to drop for you. Model body got it peeling, golden hour shining through. Did you wipe me from your memory since you caught that private flight? Wish Tbilisi and Sakhveri could just merge into one night. Every time I check my vision or I scroll my phone instead, I just see your exhibition, waterfalls are flashing. მე მაინტერესებს მარიკას შეფასება, როდესაც უსმენ ამ მუსიკას. განწყობას გიქმნის თუ არ გიქმნის? აუ, განწყობას როგორ ეხ მელოდია, აქ ნახე კიდე მე რას გვგრძნობ და რა არის, რომ მელოდიის მიმართ აუდიტორიას აქვს მოთხოვნილება და მოდი ვაღიაროთ, რომ დღეს ისეთი მელოდია აღარ იწერება, როგორც იყო ადრე. შატუნოვი იქნება ეს თუ კიდე უფრო. ვაჯობა, აქაც ხელოვნურმა ინტელექტმა შენესრით. ის გამოიყენა. და ადამიანს აქვს მელოდიის მოთხოვნილება და ეხლა ხელოვნურმა ინტელექტმა გადაამუშავა აგერ მშვენიერი მას რა ქვია დეტალებსაც აკეთებს ხო ჩახვევებს ხმითაც ვითომ კანიე ვესტი, მაგრამ თავარი მელოდია ხო ის არის რაც ჩვენ გვიყვარს ხო, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებს ბევრი ქართველი არტისტი, ქავატონი ნინო იქნება თუ სხვა და ლეგენდარული სიმღერა და ეს რო შინაგანად ისედაც გიყვარს, მე ამ ვერსიასაც იღებ და რატომაც არა გაერთობი. ანუ ეგ არის. მელოდიისკენ მოთხოვნილება რა მაინტერესებს იცი ადამიანები დაიყო ორ ნაწილად. ანუ ვიღაცას აქვს პროტესტი, რომ აი მე თუ უსმენ ხელოვნური ინტელექტს, აი არ მინდა, იმიტომ არ მინდა რომ ხელოვნური ინტელექტია და ვიღაც ძალიან ბევრს წვალობს და ძალიან ბევრს შრომობს და იმას დავაფასებ და უფრო მეტად მისაღებია ჩემთვის. ვიღაცებისთვის სულ ერთი აქვს, არსებობს ასეთი კატეგორიაც, რომ ანუ მუსიკა მომწონს, სიამოვნებს და ვუსმენ, რატომაც არა. შენ საიცხარ უფრო, ანუ რომელი ნაწილი. არა, მე საერთოდ მიმაჩნია რომ ეს არის და არ უსმენ, დაუშვათ ხელოვნური ინტელექტს კრიტიკულად უყურებ. არ უსმენ ძირითადად, იმიტომ რომ იქნებ ტყუილდები. იქნებ ტყუილდები? კი, არსებობენ ესეთი სიმღერები. მინახავს პეტიციები, ხო გვისაუბრე ამაზე ტელეგადაცემაშიც, რომ სტივი ვანდერის პროდიუსერმა და ბილი აილიშმა და ძალიან სერიოზულმა არტისტებმა პეტიცია გააკეთეს, რომ ეს ხმები ხო რეალურად ნამდვილი ხმების საფუძველზეა დამუშავებული და საავტორო უფლებები სად არის, ხო? ამ დროს რა ხდება? იმიტომ რომ ყველას ხმა არის გენერირებული და გადამუშავებული. მე ცოტა არაკეთილსინდისიერი მგონია. საავტორო უფლებები სხვათა შორის ერთი ძალიან ესეთი ცნობილი ამბავი არის ფოტოსთან დაკავშირებით. მილიონად შეფასდა ეს ფოტო, წარმოიდგინე ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ფოტოს შემთხვევაში საავტორო უფლებები მოხდა ის რაღაც სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება ძალიან ბევრი საჩივრების და ეს თქვა ბევრი კონკრეტული ადგილებისში გასაჩივრების შედეგად საბოლოოდ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო მასალა არის ვერ იქნება ვერავის საკუთრება. ანუ საჯარო
ხო, ვერავის საკუთრება, მაგრამ ის ფოტო რის საფუძველზე შეიქმნა ეგ არის. აი ხა ეს ამღერებული Kanye West-ი, თუ ნამდვილად Kanye West-ის ხმის ტემბრით აღებული მასალიდან არის გაკეთებული. ეს ხო მისი ინტელექტუალური საკუთრების გამორთმევა, აი აქ ვარ, მივხვდი? მივხვდი, მესმის, თუმცა ანუ არის რაღაც დეტალები, რაც ზუსტი Kanye West-ის ანალოგი არ არის ეს ხმა. შესაბამისად, ანუ ვერ მოედავები, რომ ეს არის Kanye West-ის ახლა შენ ხო გედავებით ვიზერას ვაპარაკობთ, როდესაც უჩამპიონი საშვილმა. ჩემი სიმღერების გავს. მოახერხა ის, რომ საკმაოდ ბევრ ენაზე შექმნა არაერთი ვერსია სიმღერების, მაგრამ ყველაზე მეტად პოპულარული რაც აღმოჩნდა ეს იყო ფრანგული GTM. ისე მომისმენია შენი ამღერებული და შენი შექმნილი GTM კაფეში, ტრანსპორტში, მეგობართან სახლში თუ სხვაგან, რომ ამას უსმენენ ისე, რომ თითქოს ახალი არტისტის ახალი სიმღერა ჩაიტვირთა. მოდი GTM ფრაგმენტი მოვისმინოთ და მე აგვიხსენი რა გაურკვევლობაში ჩაგვაგდე და შენ თვითონ როგორ შექმენი ეს ყველაფერი. მოვისმინოთ ეთერში. Je t'aime, tellement tu me manques. Il pleuvait, je pensais que tu étais avec moi. აი აქ ხდება და ვიმღერის რა გააკეთე რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტი არის გამოყენებული ვოკალში ტექსტი თავიდან ბოლომდე ჩემი დაწერილია გარდა ამისა ხელოვნური ინტელექტის გარდა მაქვს ძალიან ბევრი ეფექტი გამოყენებული რეალური რაც უკვე მონტაჟის პროცესია და ანუ პროცენტულად დაუშვათ თუ არსებობს სიმღერები სადაც ხელოვნური ინტელექტი თავიდან ბოლომდე არის ხელოვნური ინტელექტი ჩემ შემთხვევაში შეტანილია ჩემი ხელით გაკეთებული რაღაცა პატარ-პატარა დეტალები გარდა იმისა არსებობს აპლიკაციები, სადაც შეგიძლია შენი ხმა დაამუშავო და შენი დამუშავებული ხმა, ანუ შენი ხმით გამოყვებო რაღაცაები. იქიდან გამომდინარე, რომ მე შეიძლება ესე მუსიკალურად ვერ მღერი, ჩემი ხმა შეიძლება იყოს ბევრი, აი როგორც დავუშვათ Kanye West-ი შეიძლება ბევრ ნაწილად დაშალო და ბევრი ინტერპრეტაცია მისცე მის ხმას და სხვადასხვა ვერსია შექმნა. იგივენაირად მარიკა ბაკურაძის ხმაც შეიძლება რომ გამოიყენო როგორც მასალა, რომ ამ ხმაზე ამღერდეს ხელოვნური ინტელექტი. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია დავუშვათ ის, რომ ვიღაცას მოპარო ხმა, ან ასე შემდეგ, ან შექმნა, ან დააგენერირო, ან ასე შემდეგ. მაგრამ GTM-ის ესეთი პოპულარობა და ესეთი გატრენდება, როგორც იტყვიან ხო, თანამედროვე ენაზე და მთელი გასული ზაფხული ყველგან GTM-ის მოდა. რამ გამოიწვია, როგორ ფიქრობ? მე ვფიქრობ, ანუ კარგად ვიცი, იქიდან გამომდინარე, რომ მე TikTok-ზე ძალიან აქტიურად ვარ და ხშირად ვადევნებ და მხვდება ტრენდები, ანუ რა მუსიკა, რა მიმდინარეობა არის ტრენდი, რა იწვევს ყველაზე დიდ სმენადობას სკროლა საზოგადოებას შორის და იმ აუდიტორიას შორის, რომელსაც რაღაცები აინტერესებს, მუსიკალურად ხშირად იყენებს. ზუსტად ვიცი ის ეგრეთ წოდებული ჰუკი, ანუ კაუჭი, რაც ესე ვთქვათ, მოასმენინებს ამ სიმღერას, მაგრამ ჩემი მიზანი იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი დაიყო სხვადასხვა ნაწილად და ყველას თავისი ინტერესი აქვს, რისთვის გამოიყენა. ხო, შენ ინტერესი რა იყო, რომ GTM შეგექმნა? ნახე, ჩემი ინტერესი რა იყო? აქ არ არის მხოლოდ GTM-ზე საუბარი. GTM იყო ინსპირაციის წყარო, რომელიც უბრალოდ ქართულ ფრანგული სიმღერა საქართველოში დაგენერირებული, მოდი ესე დავთქვა და შექმნილს არ დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიწვალე ამ სიმღერის შექმნაზე. და ძალიან ბევრმა უცხოელმა აიტაცა. და ამაშია საქმე, რომ მე რომ ნახე საქართველო არის მე-10 ადგილზე სმენადობის კუთხით. ანუ პირველ ადგილზე არის გერმანია, შემდეგ მოდის საფრანგეთი, შემდეგ მოდის თურქეთი, შემდეგ მოდის იტალია, ესპანეთი და ასე შემდეგ ქვეყნები. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ და მან ასწია საქართველოს რეიტინგი? საქართველოშიც პოპულარულია, საქართველოშიც როგორ არა, უბრალოდ სხვა ქვეყნებშიც პოპულარულია. მე გაოცებული ვიყავი, როდესაც ფრანგი, ესე ვთქვათ, მსმენელი კომენტარებს წერდა, რომ კაფეში მოვისმინე, პარკში მოვისმინე და ასე შემდეგ და ამან მომცა ერთი ძალიან კარგი პროექტის იდეა, რომ თუ მე შემიძლია აქ სადღაც ვიღაც უჩამ ეს გააკეთოს, რომ მთელი მსოფლიო მაგნიტივით მიიზიდოს და კონკრეტულად ადამიანები გადავწყვიტე, რომ ყველა სიმღერაში იყოს ქართული ენა და მოვახდინო ქართული ენის პოპულარიზაცია ამ სიმღერებში და ამას ანუ ეროვნული ინტერესი ჩადე. ეროვნული დატვირთვა მივეცი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თუ ჩვენ სხვადასხვა კონკურსებზე, როდესაც გავდივართ, ყოველთვის რატომღაც ინგლისურ ენას ვირჩევთ და იმიტომ რომ არ ესმით ქართული და ასე შემდეგ
გამოვიყენე ქართული და ბევრად მეტი ნახვა იქნებოდა ჟეტემს, მთლიანად ფრანგული ვერსია რომ ყოფილიყო. ბევრად მეტი ადამიანი ნახავდა მეორე თურქულ სიმღერას, რომელიც თურქულიც ძალიან პოპულარული იყო, ხო? თურქული ძალიან პოპულარულია, ჯერჯერობით, ჩემს პლეილისტში, რაც გამიკეთებია, პირველ ადგილზეა თურქული სიმღერა და შესაბამისად იქაც ქართული ტექსტი არის შეტანილი, ანუ ქართულ თურქული, ქართულ ფრანგული და სენისევიორუმ, ხო? სენისევიორუმ, კი. აი ეს სიმღერა, კი ბატონო, ეს სიმღერა არის და ყველგან არის ქართული ელემენტები შეტანილი. მე რომ პირობითად ამ პროექტის ხაზზე გადამეხვია და მაგალითისთვის გამეკეთებინა მხოლოდ თურქული, მხოლოდ ფრანგული, მხოლოდ იტალიური. ასეთ შემთხვევაში მივიღებდი გაცილებით დიდ მასშტაბს და შედეგს. თუმცა მიზანი ის არის, რომ სიმღერებში ქართული ენა გავხადო პოპულარული საერთაშორისო მასშტაბით, მე რითი შემიძლია იმით და ამით ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემიძლია და ძალიან ბევრი ადამიანი აი მის სამღერი ეს ძალიან პოპულარული ჰუკია. ზუსტად ეგ მის სამღერი, ეგ ფრაგმენტი გახდა TikTok-ზე პოპულარული და ზუსტად ვიცოდი, რომ ეგ ფრაგმენტი პოპულარული მე გახდებოდა. უამრავი თურქი, ვინც საკუთარ TikTok-ზე ეს ვიდეო გამოიყენა. კი, არ მხოლოდ თურქი, ძალიან ბევრი ცნობილი ინფლუენსერი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოერთდა ამ ტრენდს. ამ სიმღერაზე გააკეთა ვიდეო და კიდევ უფრო მეტად დიდი პოპულარობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში ამან რა გამოიწვია? ძალიან ბევრი ადამიანი description-ში, აღწერაში ხო უთითებ სიმღერის ტექსტს, შინაარსს და ასე შემდეგ. ყველა აბსოლუტურად წერდა, რომ ხალხო გამაგებინეთ ქართულად რა სიტყვები არის ამაში. აინტერესებდა თუ ქართულ ენაზე რა იყო. მე თუ საქართველოში გავაკეთე ეს ყველაფერი და სადღაც ამერიკაში ან საფრანგეთში ვიღაცა თუნდაც ერთმა ადამიანმა უბრალოდ ეს ქართული ტექსტი დააკოპირა და დაინტერესდა, რომ ქართულიდან ინგლისურად გაიგო შინაარსი რა არის და ქართულ ტექსტებს, ქართულ ასოციაციობას მიაქცია ყურადღება, შეხედა და ქართულით დაინტერესდა, ეს შემთხვევით არის გამარჯვება როგორც ხელოვნური ინტელექტზე, ასევე იმ მიზანზე, რომელიც დავისახე ამ პროექტის საფუძვლად. მოკლედ საშუალებები და შესაძლებლობები არის უსაზღვრო. ვინ როგორ გამოიყენებს? რა, ხა ვიღაცა ბოროტად გამოიყენებს, ვიღაცა კარგად გამოიყენებს, ორი გამოიყენება და თავარია ჩვენ გამოვიყენოთ და იქით არ გამოგვიყენოს ხელოვნურმა ინტელექტმა. თავარია, მაგრამ სამწუხაროდ ეგ მე მგონი დროის ამბავია, ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა და მაგაზე თუ გინდა კიდე ცალკე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არც ესეთი მომღიმარი ეთერი გვექნება ალბათ იმდენად საინტერესოა იქ თემა, იმიტომ რომ ძალიან პროგნოზებია, ხო. მე ესე იგი ფარდა ავხადეთ იმ ამბავს, რომ სენისევიორუმ და ჟეტემ ორივე არის ბატონი უჩაპირბისაშვილის შემოქმედებით შექმნილი და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი სიმღერები. ის სიმღერები, რომელიც გასულ წელს იყო ძალიან პოპულარული და მთელი ზაფხული TikTok-ზე ასე ვთქვათ გადაგვატანინა. გველოდება, ახალი ჰიტები და სხვადასხვა ქვეყნების ასევე დარჩენილი მაქვს რამდენიმე ქვეყნის ენა, რომელიც ეს პროცესია, ანუ შენ თუ გახსოვს მარიკა სხვათა შორის ძალიან დიდი როლი გაქვს შეტანილი იმაში, რომ მე დაგიწერე ტექსტი ესპანურ ენაზე, ანუ აი ასე მყავს ადამიანები შემოკლებული, იმიტომ რომ ერთია რომ ტექსტებს როცა მთლიანად შენ წერ, მე გჭირდება ადამიანი, რომელიც ამას დაგიდასტუროს, რომ შეუძლებელია მე ყველაინა ვიცოდე, მიუხედავად იმისა, რომ Google-მა და ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე შემიძლია რომ ითარგმნოს კონკრეტული ტექსტები, ბოლომდე მაინც ვერ უჯერებ და შესაბამისად ადამიანებს რაღაცა როლი გვაქვს და რაღაცა შეგვიძლია. კი, ანუ ბევრი ადამიანი მყავს ამ ყველაფერში ჩართული და ესე რომ რაღაცა თითი დავაჭირე და გავაკეთე, ესე არ ვაკეთებ. მე პირადად ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო პროცესია მუშაობის მხრივაც და წარმატებები უჩა, ასე მუშაობენ ადამიანები გამოკეტილით ერთ სივრცეში და სინამდვილეში ქმნიან ისეთ საინტერესო ნამუშევრებს, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს და ჩვენი თავარი თემა გახდათ სწორედ კანიე ვესტის შოუ პროგრამის მიღმა ამოფარებული ორი საინტერესო ვერსია. ვერცხლის ღამე იური შატუნოვის სიმღერა და წაღვარი და თბილისი ცნობილი ქართული სიმღერა, რომელიც დააბრალდა კანიე ვესტს, მაგრამ ფაქტია რომ აამღერა მთელი მსოფლიო, საქართველო და ასევე სხვა ქვეყნები. მადლობა, უჩაპირმისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობის კარგი მცოდნეც, ანალიტიკოსიც და ჟურნალისტიც. ხო, კარგი ექსპერტი ადამა ბრალი, იმიტომ ყველა ხო ექსპერტობას იბრალეს ძალიან პოპულარულია. ასეთი იყო ჩვენი რადიო იმედის დილის ეთერი. თქვენ რა თქმა უნდა დარჩეთ FM 105-სა და 9-ზე საინტერესო პროგრამები გელით და 13 საათსა და 10 წუთზე დროში მოგზაურობა ჩვენი გადაცემა ქუთაისში გამოგზაურებ ძალიან საინტერესო ისტორიებით, ასე რომ დარჩით ჩვენს ტალღაზე. დროებით, მადლობა.